აჭარიში ტურისტების რაოდენობამ 10%-ით მოიმატა მონაცემს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სასტუმროებში ვიზიტორთა რაოდენობაზე დაყრდნობით ავრცელებს. დღეს ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე უწყების 9-თვიანი ანგარიშით უმაღლესი საბჭოს დეპუტატების წინაშე წარდგა. რაულ აბულაძის თქმით, ტურისტების მატება მათ მიერ წარმოებულ კამპანიებს უკავშირდება, მათ შორის უცხო ქვეყნების ჟურნალისტების საინფორმაციო ტურებს, რომელთა ფარგლებშიც უცხოელმა ჟურნალისტებმა აჭარის შესახებ რეპორტაჟები მოამზადეს და თავიანთ ქვეყნებში რეგიონს პოპულარიზაცია გაუწიეს. დღესვე აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატ სვეტლანა კუდბას მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე იმსჯელეს დეპუტატი საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანას მოითხოვდა. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოში შესულ ყველა მოქალაქის წერილს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს და ადრესაც გადაეგზავნოს. დეპუტატის ინიციატივა საბჭოს ფრაქციებს განსახილვად გადაეგზავნა. ჩვენ ხელ დაარსებული ინფორმაციით ტურისტების და მიმდინარე წელს 9 თვეში შეადგინა 10%, რომელიც ჩვენი მიერ განხორციელებული სარეკლამო კამპანიების შედეგია. უმაღლეს საბჭოში დღეს მოხდა ანგარიშის წარდგენა და გადაგიცეთ შეაფასეს. ჩვენ მოვითხოვთ, ჩემი ინიციატივა იყო, რომ გაგრძელდეს ვადა და პასუხი გაეცეს მოქალაქეს დადებითი თუ არ ყოფითი დაავალდებულო ნებისმიერი ორგანო, რომ პასუხი გაეცეს მომჩივანს. არის ასეთი წინადადება, რომ საერთოდ უნდა ამოღებული იყოს მეორე პუნქტი, ის პუნქტი, სადაც უარის პასუხის არ მიღების დროს უარის ნიშნავს. განხილვის პროცესია და ვნახოთ როგორ გადაწყდება.